პროექტში. ხელისუფლების კურსი შადრევნებთან დაკავშირებით კვლავ უცვლელია. იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ დავით აღმაშენებლის ძეგლი იდგა, ახლა ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს და სულ მალე ძვირადღირებული შადრევანი დაიდგმება. არ შეიძლება სამუშაოების გადაღება? მკაცრად გაფრთხილებულმა მშენებლებმა სამუშაოების გადაღების უფლება როგორც ნახეთ არ მოგცეს. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რიგით მესამე შადრევანის დადგმა და მიმდებარე ტერიტორიის მოპირკეთება 3.200.000 ლარი ჯდება. ეს თანხა მიზნობრივი ტრანსფერისა და ადგილობრივი შემოსავლების შერწყმის შედეგად გამოიყო. მრავალკუთხედის გადამღები ჯგუფი პირველია, რომელსაც შადრევნის მაკეტის ნახვის საშუალება მიეცა. გავარკვიეთ, რომ წყლის ჭავლის სიმაღლე 2.5 მეტრ იქნება და კოლხურ თემაზე შექმნილი 28 ქანდაკება დაამშვენებს. 3.200.000 ლარზე გახმოვდა ხელშეკრულება სამშენებლო კომპანიამ მშენებელი 2011-თან. იგეგმება ქალაქის ცენტრში ფონტანის მოწყობა და ასევე ქალაქის ცენტრის რეაბილიტაცია, ახალი ქვის ფილაქნის დაგება. ესე იგი, როგორც ხედავთ პროექტში, ესე იგი 28 კოლევის ფონტანი იქნება, მცირე ზომის ფონტანი იქნება, რომელიც იქნება მუშაობის 4 რეჟიმი, 100 მძლავრი სანათი იქნება დამონტაჟებული და 28 სტატუეტი, მოოქროვილი სტატუეტი, რომელიც იქნება კოლხურ თემაზე. ყველაზე მთავარი რაც არის, ეს იქნება უნიკალური ფონტანი, რომელსაც ექნება სხვა მუშაობის რეჟიმი. ანუ აქ ხედავთ, რომ ესე იგი წყლის როგორც ზემოდან ქვევით მოძრაობა, ქვევიდან ზემით მოძრაობა არის. მაშინ როცა ხელისუფლება შადრევნის უნიკალურობაზე საუბრობს, ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შიდა ინფრასტრუქტურული და სოციალური პროგრამების შემცირების სანაცვლოდ მსგავსი PR აქციები არ უნდა ფინანსდებოდეს. დაახლოებით 1 თვის წინ ქუთაისის საკრებულომ მიიღო ცვლილებები ბიუჯეტში, რომლის მიხედვითაც 2.700.000 ლარი გამოიყო რაღაცა გაურკვეველი პროექტისთვის 1 თვის წინ არც ერთმა საკრებულოს წევრმა და არც მერიის წარმომადგენელმა არ იცოდა თუ რა პროექტისთვის იყო ეს თანხა განკუთვნილი. შემდეგ აღმოჩნდა, რომ ეს თანხა გამოყოფილი არის ქალაქის ცენტრის რეკონსტრუქციისთვის, იქ შადრევნის მოწყობისთვის. თავისთავად არავის არ წინს და ძალიან გვიხარია, რომ ქალაქი ლამაზდება, მაგრამ იმ ფონდზე, როდესაც ინფრასტრუქტურული პროექტები მცირდება, იმ ფონდზე, როდესაც სოციალური დახმარებები მცირდება, ცოტა გაუგებარია კიდევ ერთხელ ხაზი უნდა გაუსვა იმას, როდესაც PR აქციებზე კეთება ძირითადი აქცენტი. შადრევნების თემატიკასთან დაკავშირებით მოსახლეობის დამოკიდებულება ერთგვაროვანია. ქალაქის გალამაზების წინააღმდეგი არავინაა, თუმცა მათთვის სოციალური პროგრამების დაფინანსება უფრო მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით ჯობდა სხვა რამეზე მოეხმარათ მაგ და ხალხისთვის გამოეყენებინათ. არ არის სწორი გზა, არა. უკეთესი იყო პენსიონერებისთვის მემატებიათ რაღაცა და სექტემბერში გარი უნდა გადაეციათ. უნდა მეეცათ ახლა 1 იანვრიდან. ეს იყო სწორი. მაგ არა, ხალხი გვტება მშიერი აგერდა, მაგის დაჟენებას ხალხს მიცენ საჭმელი კი არ ჯობია. მაგის კაია, მაგრამ ჯერ ხალხი და მე მაგი. თავარია სოციალური საკითხი იყოს დაყენებული ნორმალურად. ეს ნიშნავს ადამიანს, მუშას, გლეს, ხო და სოციალური საკითხი ძალიან დაბალ დონეზეა და ჩვენ მთავრობას დაყენებული და რა ვიცი როგორ გითხრა და დანარჩენი ესო შენდება ძალიან კარგია, ცუდი კი არა, რაც შენდება, ლამაზი იქნება, მართალია გადაიტანეს დავით აღმაშენებლის ძე იქ, მაგრამ იქ დავითის პროსპექტი იყო ჩეობადონო და ალბათ იქ უკეთესი იყო და აქ კარგი შენდება, ეგ ცუდი არაა, მაგრამ ახლა ფული ხალხზე უნდა დაიხარჯოს, ცოდვა ხალხი წყდება უექიმობით, უწამლობით. აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად ცენტრალურ მოედანზე სარეკონსტრუქციო სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს და მომავალი წლის აპრილში დასრულდება. სოციალურად დაუცველი ფენა კი ძველ პრობლემებთან ერთად ცხოვრებას გააგრძელებს, რაც ფონტანის უნიკალურობის აღქმაში ხელისშემშლელი ფაქტორი იქნება. როენა კახიძე, ზაზა იმნაძე, მრავალკუთხედისთვის ქუთაისიდან, ტელეკომპანია რიონი.